თბილისი წყალმა დაფარა, მოვარდნილმა ღვარცობმა ათობით ადამიანი გაიტაცა. ხალხი პანიკაში შველას ითხოვს. ეს ტრაგიკული დღე არასდროს დაავიწყდება საქართველოს. თუნდაც იმიტომ, რომ 13 ივნისმა შვა გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ასობით სიცოცხლე გადაარჩინეს. გმირი ზურა მუზაშვილი პირველი იყო, ვინც ღვარცობში შევარდა 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო როდესაც შემდგომი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად შებრუნდა, ტალღებმა ისიც გაიტაცა და სამწუხაროდ დაიღუპა. გმირმა კახა ქრისტესაშვილმა ბავშვის სიცოცხლე იხსნა. ალბათ ეს კადრი ბევრს გახსოვთ, როდესაც მან მეორე სიცოცხლე აჩუქა ამ ბავშვს. გმირმა გიორგი კეშელავამ, როდესაც ის წყლით სავსე ავტომობილით ცდილობდა სტიქიის ზონის დატოვებას, უკან დაინახა ფეხმძიმე ქალი. რისკის მიუხედავად მან მოაბრუნა ავტომობილი, წელამდე წყალში შევიდა და გამოიყვანა ორივე უვნებლად. გმირმა გიორგი ხარებაშვილმა 3 მოხუცის სიცოცხლე გადაარჩინა და დამოუკიდებლად ამოიყვანა 0 სართულიდან, სადაც ვერავინ იფიქრებდა, რომ იქ ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა. 13 ივნისს ბევრი უცნობი და უსახელო გმირი ჰყავს, რომელიც კადრში არ ჩანან, თუმცა იცოცხლებენ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც მათმა გადაარჩინეს. გმირები იცოცხლებენ მანამ, სანამ ისინი გვემახსოვრებიან. ამიტომ გვახსოვდეს გმირები, გვახსოვდეს 13 ივნისის ყველა გმირი.